ფრაქცია ქართული ოცნებიდან თეიმურაზ მარკოზია, რომელმაც უბნიდან გამოიყვანა კომისიის თავმჯდომარე და ასევე კომისიის ერთ-ერთი წევრი, რაზეც ჩვენმა წარმომადგენელმა მიმართა კომისიის თავმჯდომარეს, რომ ის დაბრუნებულიყო ოთახში და გაეგრძელებინა მასზე დაკისრებული ფუნქცია, რასაც მოყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა. გაყვანის მიზეზი რა იყო, რა დაასახელეს მიზეზად? დაათა ვერავა, იყო მოსული არ. კანდიდატი კი არა, ადამიანი, რომელიც კენჭს იხდის დღეს ზუგდიდში. ის ამავდროულად დამკვირვებელიც არის, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ უბანში თავისუფლად შეუვიდეს. შეგიძლიათ ეს ინფორმაცია გადაამოწმოთ საოლქოში. მას აქვს ეს კონკრეტული ადამიანი არ ადასტურებს, რომ იყო ფიზიკური შემოქმედება. ფიზიკური ხელი არ დაურტყამთ ერთმანეთში, მაგრამ გაწევ გამოწევა. მე გამოვედი გარეთ, უბრალოდ გამოვედი გარეთ, რა დროსაც ატყდა ხმაური ატყდა უბნის გარეთ, შეხლა შემოხლა. მე ჩვეულებრივად დავბრუნდი უბანზე, და გაგრძელდა სამუშაო პროცესი უბანში, ანუ კენჭისყრა გაგრძელდა ჩვეულებრივად. უბრალოდ გამოვედი გარეთ სიგარეტის მოსაწევად. არა, ვერავქარაიას, არა. არც ჩვენი რომელიმე წევრი. ის ამბობს საკრებულოს წევრთან საუბრობდა გარეთ. მე კი, მარკოზიას ვესაუბრე ორი სიტყვით. რა უნდოდა? ის არის საჯარო მოხელე, თქვენ ხარ დღეს იბო ჩამოდი. არის ჩემი ნათესავი და ვისაუბრეთ პირადულ თემაზე ერთი წამით. ორი სიტყვით პირადად საუბრობთ მარკოზიასთან. და რაც მთავარია, შეხლა შემოხლა იყო თუ არ იყო? იყო ხმაური, მაგრამ მე დავბრუნდი უბანში და არ ვიცი რა თემაზე იყო ხმაური და რის შესახებ იყო ეს სიტუაცია. რაღაცა ისეთი სიტუაცია იყო, რომ უნდა მესაუბრა და ეხლა არ არის საქმე. იმაზე რომ მაჟორიტარობის ქართული ოცნების ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი მერა ქვარაია. არა, ქვარაიასთან მე არ მისაუბრია და საერთოდ ქვარაია მე არ მინახია. თქვენ საკრებულოს წევრთან არ გელაპარაკეთ. თქვენ რას შეესწარით? მე შევესწარი იმ ფაქტს, კომისიის წევრი იდგა თავის ფორმით, კომისიის წევრობის ფორმით გარეთ იდგა და ესაუბრებოდა ვიღაცა მამაკაცს. ვიკითხეთ, ვინ არის ეს მამაკაცი? ჩემს გვერდით იყო თავისუფალი დემოკრატების დამკვირვებელი დავით ქანთარია, რომელმაც იკითხა, რა ხდებოდა მათ შორის, რატომ იყო კომისიის წევრი გამოყვანილი გარეთ და ესაუბრებოდა საკრებულოს წევრს მარკოზიას. მარკოზიამ გაფრთხილება და შენიშვნა ყურად არ იყო და პირდაპირ გადმოვიდა შეურაცხყოფაზე. მან თავისუფალი დემოკრატების დამკვირვებელს დავით ქანთარიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს უბანში თუ ფიზიკური, ანუ ხელით შეეხო? ხელით შეეხო. სად? შიგნით უბანში თუ გარეთ? უბნის გარეთ იყო შეტევა, დაიწყო. გარეთ იყო გამოსული წევრი. გარეთ იყო გამოსული წევრი, ბატონო, გარეთ იყო ქუჩაში გამოყვანილი, ყავდა კომისია. მე ვარ მონიტორინგის ჯგუფი და ვარ ამ უბანზე, რომ აქ არ იყოს შეხლა შემოხლა, ცუდი სიტყვები, არ იყოს ჩხუბი, არ იყოს დავიდარობა, ჯერჯერობით ყველაფერი მიდის მშვენივრად, არაფერს ექსცესებს არ ქონია, არც ერთი წუთითაც გადახრა. ნორმალური არჩევნები ტარდება, რომელიც უნდა ჩატარდეს, როგორც ყოველთვის, აი ასეთ ნორმალურ მდგომარეობაში. და საჯარო მოხელეები რომ ესეთ გახართ, ეს არავლებს ზეგავლენას მომრჩეველზე? არა, იმიტომ რომ საჯარო მოხელეები სამსახურში არიან. მაგრამ შაბათი დღე, უქმე დღე, მე ვარ ისეთივე, როგორც თქვენ ხართ. არა ვარ მე ახლა დღეს საჯარო მოხელე. მე ვარ უბრალოდ მოქალაქე.
იცი შარს გაკეთდა თაშკარდა შეარის ეკრანი წინ